კორონავირუსის ახალი შტამი და რინოვირუსი. საქართველოში სხვადასხვა რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს. მედიკოსების ინფორმაციით დაავადებებს განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს. სპეციალისტები გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას ნოემბრიდან პროგნოზირებენ. სეზონი არის, ვირუსები ყოველთვის იქნება, გარემოში ყოველთვის არის ახლა როგორც გვეუბნებიან კლინიკისტები რინოვირუსი. ეს რინოვირუსი არის გაციების ვირუსი, რომელიც გამოიხატება ყელის ტკივილში, დაბალი ტემპერატურა, შეიძლება ზოგ შემთხვევაში გართულდეს კიდევაც ოტიტი ან სინოვიტები შეიძლება, მაგრამ ესეც არა გვაქვს დღეს გადმოწყვეტილი ჩვენ გართულებული მდგომარეობით. ბუნებაში უამრავი ვირუსია, მათ შორის არის გაციების სხვა ვირუსები, რინოვირუსის გარდა არის კორონავირუსის შემთხვევებიც, ფიქსირდება რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს იმდენად სუბუქი ფორმებია, რომ რაღაცა განსაკუთრებულ ყურადღებას არ მოითხოვს და ამბულატორიულად პირველად ჯანდაცვის ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმართება. გაციება, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, ტემპერატურა, უმადობა, უხასიათობა, სისუსტე, დაღლილობა თუ აქვს ადამიანს, პირველ რიგში არ უნდა დაიწყოს თვითმკურნალობა, უნდა მიმართოს უბნის ექიმს. ჩვენ რაიონში ყავს თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გადამზადებული სერტიფიცირებული ექიმები და იმათი ზედამხედველობით უნდა მოხდეს ეს მკურნალობა, არ უნდა მიიღონ ანტიბიოტიკები თვითნებურად, იმიტომ რომ ვირუსებზე არ არის გამართლებული ანტიბიოტიკების მიღება, რაც ხდება მოსახლეობაში.